მარიამ, ხმამაღალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სუსი დაკითხვაზე იბარებს ყველას, ვინც ავტორიტეტულ მედიას BBC-ს საკუთარი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე და ამ საქმიანობის ფარგლებში ინტერვიუ მისცა. სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც BBC-სთან ინტერვიუში რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობდა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. საერთაშორისო გამჭვირვალობაში ფიქრობენ, რომ სუსის მიერ დაწყებული გამოძიება და გამოკითხვების სერიები ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება იმას, რომ დააკნინონ სწორედ და ზეწოლა მოახდინონ უფლებადამცველებზე. ის რომ ქართულ ოცნებას შერჩეული ყავს ყველა ის ადამიანი, ვინც ინტერვიუ მისცა BBC-ს და მათი გამოკითხვების სერიები უნდა ვიხილოთ მომდენო დღეების განმავლობაში, დასტურდება იმით, რომ საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ერთმანეთის პარალელურად უნდა დაიწყოს ორი გამოკითხვა. გამოკითხვაზე დაბარებული ყავთ ექიმი დავით ჩახუნაშვილი და ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფლებადამცველი თამარ ონიანი. საუბარი დავიწყოთ სწორედ დავით ჩახუნაშვილით, ექიმით, რომელიც ერთ-ერთი არის, ვინც იღებდა მონაწილეობას იმ კვლევაში, რომელმაც დოკუმენტებზე გაწერა თუ რა დაზიანებები მიიღეს მშვიდობიანმა აქციის მონაწილეებმა ძალადობრივი დარბევების შედეგად, ინტოქსიკაციის შედეგად მათ რა სიმპტომები ჰქონდათ. დაახლოებით 80-მდე ადამიანი არის გამოკვლეული და დღეს ამ ინფორმაციას მიაწვდის ის სუსის გამომძიებლებს. ამ პროცესს მაგისტრანტი მოსამართლეც დაესწრება. სასამართლოში მოსულ ჩახუნაშვილებს გააგებინეს, რომ მათი მამა გიორგი ჩახუნაშვილიც არის გამოკითხვაზე დაბარებული, სავარაუდოდ უწყებას მას საქალაქო სასამართლოში ჩააბარებენ. რაზეც შემიძლია ვისაუბრო, გამოკითხვაზე არის მხოლოდ სტატია და ამ სტატიაში გამოქვეყნებული მასალები და ის მიგნებები, რაც ამ სტატიამ გამოამჟღავნა, სხვა კონკრეტული დეტალები ფიზიკურად არც არსებობს, რაზეც მე შემიძლია ვისაუბრო. მე ინტერვიუ არ მიმიცია, მაგრამ მკვლევარი ვარ ამ სტატიის ერთ-ერთი მონაწილე პირი და როგორც ხედავთ, უკვე სხვა მკვლევარებიც არიან დაბარებულები. სტატიაში ყავს ჩვენ გამოკვლეული დაახლოებით 79 ადამიანი. ეს არის ის ადამიანები ჯგუფი, ვინც მიიღო მონაწილეობა უშუალოდ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევაში. ასევე კვლევის ფარგლებში ჩვენ ყავდა 31 ადამიანი, ეს იყო კონტროლ ჯგუფი, ანუ ის კონკრეტული ლაბორატორიული, უბრალოდ პარამეტრები, გამოკვლევის პარამეტრები, რაც შევადარეთ, ანუ იმ 79 ადამიანისას. შესაც ჩივილები უბრძოლდებოდათ, გარკვეული ასე ვთქვათ, ცვლილებები ნამდვილად აღინიშნებოდა სხვადასხვა ასე ვთქვათ პარამეტრებში, რაც ყურადღებას საჭიროა. BBC-ში ნახსენები ორი ნივთიერება, რაც არის TCE და მეორე კამიტე, ამ კონკრეტულ ნაერთებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევაზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები. განცვიფრებული ვარ, გაკვირვებული ვარ და ისიც არ ვიცი რა ვთქვა. რომ სამეცნიერო შრომის დაბეჭდვისთვის ასეთ კომპეტენტურ ჟურნალში, რეიტინგულ ჟურნალში, ციტირებულ ჟურნალში, რომ ავტორები დაიბარონ და შეეკითხონ კითხვები რომ დაესვენ. ეს ნიშნავს, რომ როგორ ვთქვა, უმეცრების იმის იქით არის რა. იმიტომ რომ იქ დაბეჭდილი ყველა შრომა გადის რიცენზირებას პროფესიონალების მიერ. იქ არის კლინიკური შემთხვევების აღწერა. სხვაზე არაფერზე არ არის საუბარი. ამიტომ კარგად დაჯდეს უყველა, თუ ენა არ იცის, მოისვას თარჯიმანები, კარგად თარგმნონ და გაიგონ. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს. სულ რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში უნდა დაიწყოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფლებადამცველის თამარ ონიანის გამოკითხვა, რომელმაც BBC-ს მისცა ინტერვიუ და ისაუბრა ავტორიტეტულ მედიასთან, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეების დემონსტრანტების უფლებები ირღვეოდა. საპროტესტო აქციებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალადობრივი მეთოდებით არბევნენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. თამარ ონიანი მზად არის მოქალაქეების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას სუსის გამომძიებლებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიასწოდოს. დღეს მე თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე დავადასტურებ უკვე ყველაფერი იმას, რაზეც საია ერთ წელზე მეტია საუბრობს საზოგადოების წინაშე, კერძოდ გულისხმობ ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს, რომელიც დოკუმენტირებულია, რომელზეც მტკიცებულებებია შეგროვებული და განსაკუთრებით ეს ეხება სისტემურ წამებას. დეტალურ კომენტარს უკვე შემდგომში გავაკეთებ.
უფლებადამცველებისა და ექიმების შემდეგ სუსი გამოკითხვაზე იბარებს დაზარალებულებსაც იმ ხალხს, ვისაც სასტიკად გაუსწორდნენ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე და ასევე ადამიანებს, რომლებმაც ძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს, ისინი მზად არიან, ასევე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიაწოდონ ინფორმაცია სუსის გამომძიებლებს, ყველა კითხვას პასუხი გასცენ და ის გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს სწორედ 1 წლისთვის დარბევების შედეგად საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მოუყვებდნენ. ფაქტი არის ის, რომ ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებებისთვის დამნაშავე არის ყველა, ვინც ამხილა ძალადობა დანაშაული, თუმცა აჯილდოვებენ იმ ძალოვნებს, რომლებმაც არაპროპორციული ძალებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ მესამე დღეა რაც გამოძიება აქვს დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა დაკითხვაზე არ დაუბარებიათ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და არც ის ყოფილი თუ მოქმედი ძალოვნები, ვინც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას.